ალბათ ამ ბოლო პერიოდში ბევრს გვხვდებათ ჯანდაცვის სამინისტროს პოსტები, როგორ დადის ეს სირცხვილი კაცი რა, სარჯველაძე, კლინიკა, იაშვილში იყო, ციციშვილში იყო, ახლა ჯოენის კლინიკაში ყოფილა და ესეთი პოსტი აქვს გამოდებული, რომ აი მინისტრმა დაათვალიერა კლინიკა, გაეცნო მის ტექნიკურ შესაძლებლობებს, სპეციალისტებს და ასე შემდეგ და ამ კარწინკას დგავენ, გაიგე, მუშაობს რა ბიჭი რა ფუტკარივით არის. ეხლა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. როდესაც კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯდება სამინისტროდან მოდიან ტიპები, ან რაღაცა მოკლედ სპეციალური ფორმა, სადაც აი სულ წვრილმანებით, აი წერტილმძიმე ლურსმან მტვერის ნამცეც რაღაც არ ვიცი, თუ კი რამე გიდევს კლინიკაში, ყველაფერი ჩამოწერილი და ყველა აპარატურის სია მიწოდებული, ყველა ექიმი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, იმათი ლიცენზიები, სახელები, გვარები, ფეხის ზომები, დედმამიშვილების სახელები, ყველაფერი იციან. ანუ ნებისმიერი კლინიკა, რომელიც დაფინანსდება სახელმწიფო, ესე ვთქვათ, ბიუჯეტიდან, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ჯერ მაგის საყოველთაობას რაღა უთხარ 2014-15 წლის მეტი, მაგრამ მაინც ზუსტად იციან რომელ კლინიკაში რა დევს, რა არის, რა სერვისის მიწოდება შეუძლია და რა სპეციალისტები ყავს. ხო, ეგ კარწინკა. აი ეს პოსტერად ამობეჭდეთ. ჯანდაცვის სამინისტროს რაღაც პრეს-ცენტრი ან რამე იქნება. ესე თხლად დაახვიეთ და აი სარჯველაძეს სადმე, არ ვიცი. დააკვალიანეთ მოკლედ ეგ კაცი რა, მაგ კარწინკის არავის არ ჯერა.